ემანუელ მაკრონის სირიაში ვიზიტის პარალელურად დამასკოში ორი აფეთქება მოხდა. რის შედეგადაც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად სულ მცირედ 18 ადამიანია დაშავებული. აფეთქების ადგილი ახლოსაა დამასკოში მდებარე იმ სასტუმროსთან, რომელშიც სირიული მედიის ინფორმაციით საფრანგეთის პრეზიდენტი რჩებოდა. უსაფრთხოების ძალებმა ტერიტორია ალყაში მოაქციეს. როგორც სახელმწიფო მედია იუწყება, დედაქალაქის ცენტრში მომხდარი ინციდენტი ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა გამოიწვია, მათგან ერთი ნაგვის ურნაში იყო დამონტაჟებული, მეორე კი გაჩერებულ ავტომობილში. უწყების ცნობითვე დაშავებულებს შორის 4 პოლიციელია. აფეთქებას საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისთვის ხელი არ შეუშლია. დამასკოში პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ბიზნესის წარმომადგენლები და ინვესტორები ესწრებოდნენ, სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების ბოლოდროინდელმა შეფერხებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა უსაფრთხო და სტაბილური სავაჭრო მარშრუტების მნიშვნელობა. მანვე საფრანგეთს მოუწოდა, რომ სავაჭრო დერეფნების განვითარებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის პროცესში სირიის მთავარი პარტნიორი იყოს. ჰორმუზის სრუტის კრიზისის შემდეგ, რომელიც წელს ყველამ გამოუცდეთ, მსოფლიომ კიდევ ერთხელ გააცნობიერა ამ რეგიონში უსაფრთხო და სტაბილური სავაჭრო დერეფნების მნიშვნელობა. სწორედ აქ იკვეთება სირიის სტრატეგიული მიმდებარეობის მნიშვნელობა. დღეს ქვეყანას დაბრუნებული აქვს თავისი სასიცოცხლო როლი გლობალური სავაჭრო დერეფნების ბაზარზე შეუსრული ჰაბის. მინდა რომ საფრანგეთი ამ პროცესში ჩვენი მთავარი პარტნიორი იყოს. ქალბატონებო და ბატონებო, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც დღეს საფრანგეთთან უყურით საფუძველს, პორტების განვითარებიდან და საჰაერო ტრანსპორტიდან დაწყებული, ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და ჯანმრთელობის სფეროები დასრულებული ის მოდელია, რომელსაც ჩვენ ევროპასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობაში წარმოვიდგენთ. ეს არის პარტნიორობა, რომელიც იფუძნება რეალურ პროექტებს, რომლებიც ჩვენი ორი ხალხის ინტერესებს ემსახურება და არა მხოლოდ ლოზუნგებს. ეს დასავლეთ ევროპული სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტია დამასკოში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობისა და ძალაუფლების ახალი ხელისუფლების მიერ ჩაბარების შემდეგ. დამასკოს აეროპორტში საფრანგეთის პრეზიდენტ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასად ალ-შაიბანი დახვდა. ჩამოვედი, რათა სირიელი ხალხის მიმართ საფრანგეთის ერთგულება გამოვხატო. სუვერენული მრავალფეროვნებაში ერთიანი და მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობის მქონე სირიისთვის. ერთად გავხსნათ სტაბილურობისა და მშვიდობის ახალი თავი. დაწერა მაკრონმა პლატფორმა X-ზე. ემანუელ მაკრონი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას მანამდე ხვდება, ვიდრე ორივე ლიდერი ანკარაში ნატოს სამიტზე გაემგზავრება. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით პარიზი მხარს უჭერს ყველას, ვისაც ახალი სირიის მშენებლობაში წვლილის შეტანა შეუძლია. იმ მისწრაფებების შესაბამისად, რომლებიც 2011 წლის არაბული გაზაფხულის შემდეგ გამოიკვეთა. ორშაბათს ერთ-ერთ ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში ალ-შარაამ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაწყებულ გარდამავალ პერიოდში საფრანგეთის კონსტრუქციული როლი შეაქო. 2025 წლის მაისში მაკრონმა ალ-შარაას პარიზში უმასპინძლა. მაშინ მან ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს მოუწოდა დამასკოს წინააღმდეგ წლების განმავლობაში მოქმედი სანქციები მოეხსნათ. დღეს ამ სანქციების უმეტესობა გაუქმებულია.